როცა ბავშვს მამა არ ყავს, ბევრი ჩაგრავს. როგორც მამა დაგიცავს, ისევე რაიმე დაგიცავს ამ ქვეყნად. 12 წლის ნათია და 10 წლის გაბრიელი ცოტა ხნის წინ დაუბრუნდნენ. ბავშვების საყვარელი მამიკო ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და მას შემდეგ და ძმის სახეზე ღიმილი აღარავის უნახავს. უმამო დარჩენილი ბავშვები ცდილობენ, რომ თავად გააკეთონ ყველა საქმე. გაყინული პატარა ხელებით მუშაობენ ბაღში. ნათია კი ისეთ ცივწყალში რეცხავს, რომ საბრალო ბავშვს თითები დაუბურს და მოყინვისგან. მალე შეშაც გათავდება. აქამდე მამას მიჰქონდა სახლში შეშა. ახლა კი რაქნა პატარა ბავშვებმა ტყეში ხომ ვერ ივლიან შეშის შესაგროვებლად. ბუნებრივია ირი სახლში შეყვანილია, მაგრამ გაზის გამათბობელს ვერ ყიდულობს შეჭირვებული ოჯახი. ბავშვებს ზილის დროსაც კი არ შეუძლიათ მშვიდად ყოფნა, რადგან გატეხილ საწოლზე სინავთ. სხვა ბავშვებს აქვთ გარემოტებული სახლი, კარგი ავეჯი, ლამაზი ოთახები. ჩვენ კიდე ერთი ოთახი გვაქვს, რომელშიც სამივე ვართ. პატარა ნათია სახით ღირსეული შვილი ეზრდება ჩვენ სამშობლოს. მადლიერება ხომ ადამიანის ყველაზე დიდი ნიჭია. გოგონამ ფონდის კორესპონდენტს ყველა იმ მეზობლის სახელი უთხრა, რომელთაც ტკბინეული და საკვები მიაქვთ ხოლმე ბავშვებთან. მე ძალიან მიყვარს ნაცხრები და მეზობლებმა რო იციან, რომ გაჭირვებულები ვართ, მოაქვთ ხოლმე ნაცხრები ტკბილეული იქით. ძალიან მიჩვდება ხოლმე გული, რომ ასეთი კეთილი მეზობლები მყავს. სკოლის შემდეგ ნათია და გაბრიელი ბევრს შრომობენ საკუთარ ბაღში. შებინდებისას მოშიებულმა ბავშვებმა ვახშმობა დაიწყეს. ვახშმად კი მხოლოდ ჩაი და ხმელი პური აქვთ. დაუბრებულმა და-ძმამ ასე ძლიერად ჩასჭიდა ხელი ერთმანეთს. ბავშვებმა პირობა დადეს, რომ თუნდაც ერთ ნატეხ პურსაც კი ყოველთვის თანაბრად გაიყოფენ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.